დღეს ვაშინგტონში ისტორიული სასამართლო პროცესი იმართება კომპანია მეტას წინააღმდეგ, რომელსაც ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევაში სდებენ ბრალს. ამერიკის შეერთებული შტატების კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანიზაციას მიაჩნია, რომ კომპანია მეტამ დაარღვია ანტიმონოპოლიური კანონი, როდესაც შეიძინა ინსტაგრამი 2012 წელს და შემდგომ WhatsApp-ი 2014 წელს, რის გამოც ფაქტობრივად კონკურენციის გაწევა შეუძლებელი გახდა კომპანია მეტასთვის და ამით მონოპოლია მოახდინა ბაზრის. აღსანიშნავია ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სავაჭრო კომისია მაშინ აკმაყოფილებდა ამ შესყიდვას, თუმცა აიღო ვალდებულებად, რომ გააკონტროლებდა შედეგს. თუ ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო კომისია გაიმარჯვებს ამ საქმეში, მათ სამთავრობო უწყებას შეუძლია დააძალოს მარკ ცუკერბერგი, კომპანია მეტას მფლობელი, რომ შემდგომ მან გაყიდოს ინსტაგრამი და WhatsApp-ი. როგორც ცნობილი არის, დღეს სასამართლოში მოусმენენ იქნება მოხსენება ადვოკატების და დაახლოებით 7-8 კვირის განმავლობაში სავარაუდოდ გაგრძელდება სასამართლო პროცესი. განიხილავენ ასობით მტკიცებულებას და ასევე მოусმენენ 10-ობით მოწმეს. როგორც ცნობილი არის, სასამართლოში ასევე დაბარებული არის თვითონ კომპანია მეტას გენერალური დირექტორი და მფლობელი მარკ ცუკერბერგი. მთავრობას მიაჩნია, რომ კომპანია მეტამ გამოიყენა სტრატეგია იყიდე და დამარხე, რითაც შთანთქა კონკურენტები და სტარტაპ კომპანიებს არ მისცა საშუალება განვითარების. ერთ-ერთი მტკიცებულება, როგორც დასავლური მედია აღნიშნავს, არის 2012 წლის ელექტრონული წერილი მარკ ცუკერბერგის, სადაც ინსტაგრამთან დაკავშირებით ის ამბობდა, რომ აუცილებელი არის მისი შეძენა, რათა მოხდეს პოტენციური კონკურენტის ნეიტრალიზაცია. მეტაში კი ფიქრობენ, რომ მათ წარმატების გამო სჯიან, მათ მიაჩნიათ, რომ 2012 წლისა და 2025 წლის რეალიები არის აბსოლუტურად ერთმანეთისგან განსხვავებული და არ შეიძლება ერთი და იგივე ტიპის მსჯელობა პერიოდებთან დაკავშირებით. კომპანია მეტაში მიაჩნიათ, რომ აუცილებელია და მნიშვნელოვანია, რომ ყველა რესურსი კომპანია მეტასი იყოს ერთმანეთში ინტეგრირებული, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო კომისიაში კი მიაჩნიათ, რომ პირიქით განცალკევებით და გაყიდვით თვითონ მომხმარებელთა უფლებებიც უფრო მეტად დაცული იქნება და ასევე გზა გაეხსნებათ სხვა კომპანიებსაც. რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, ექსპერტები ამასთან დაკავშირებითაც სხვადასხვა ნამუშევარს აქვეყნებენ. როგორც ცნობილი არის, რამდენიმე წლის წინ საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ დონალდ ტრამპსა და მარკ ცუკერბერგს. საჯაროდ დონალდ ტრამპმა მაგალითად განაცხადა, რომ მარკ ცუკერბერგს მოუწევდა დარჩენილი სიცოცხლე გაეტარებინა ციხეში, თუ მისი სოციალური ქსელი ხელს შეუშლიდა დონალდ ტრამპს გამხდარიყო პრეზიდენტი. ეს წინასაარჩევნო კამპანიის დროს, თუმცა როგორც ცნობილი არის, მოგვიანებით მაგალითად მარკ ცუკერბერგმა $1 მილიონი დარიცხა საარჩევნო კამპანიისთვის დონალდ ტრამპის, შემდგომ საჯაროდ არაერთხელ შეაქო კიდევაც ის და ინაუგურაციის დღეს ის ტექნოლოგიური გიგანტის სხვა ხელმძღვანელთან ერთად წინა რიგებში იდგა. სწორედ ამიტომაც ექსპერტები ფიქრობენ, რომ შესაძლებელი არის კომპანია მეტას სასარგებლოდ დასრულდეს ეს პროცესი ამ სიტუაციის გამო, თუმცა ოფიციალური განცხადება თეთრ სახლს ისევე როგორც დონალდ ტრამპს ამ საქმესთან დაკავშირებით არ გაუკეთებიათ.